წარმოიდგინეთ ყულაბა. ოღონდ არა თქვენს თაროზე, არამედ მსოფლიოს მეორე მხარეს, პატარა ტროპიკულ კუნძულზე. ამ ყულაბის მთავარი ხიბლი სამი რამაა. ანონიმურობა. არავინ იცის, რომ ეს ყულაბა თქვენია. ნულოვანი გადასახადები. ამ ყულაბაში ჩადებულ მილიონებს თქვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ხედავს და გადასახადს ვერ გართმევთ. და რაც მთავარია, არავინ გეკითხებათ, საიდან მოიტანეთ ეს ფული. ასეთ ადგილებს საგადასახადო სამოთხეებს უწოდებენ. მე ანა ვარ და ჩემი მიზანია გავიგო ყველაფერი ამ საგადასახადო სამოთხეების შესახებ. გადავიდეთ საქმეზე. ჩვენთან ასეთი წესია, სანამ საქმეზე გადავალთ, ცოტას ვჭორავთ. რა თქმა უნდა, ზუსტად რა გაინტერესებთ? მაინტერესებს, რამდენად დაცულია თქვენთან ჩემი კაპიტალი. აბსოლუტურად. ისეთი ხალხის ფული გვაქვს გადამალული, რომლებსაც დამიჯერეს შენზე გაცილებით მეტად ადარდებს საკუთარი ფულის უსაფრთხოება და ანონიმურობა, ვიდრე შენ ან ამ შენს და მაინც ვის რას მალავენ ესეც. რა ვიცი, კორუფცია, ქრთამი, ან უბრალოდ უგზო-უკვლოდ დიდრები არიან და საკუთარ ქვეყანაში არიდებენ თავს გადასახადების გადახდას. და თუ მდიდარი ვარ, რატომ დავარიდო თავი გადასახადებს? რა ვიცი, კიდია სხვისი პენსია აგზების დაგება ან უფასო ჯანდაცვა. მთავარია შენ იყო კარგად და შენი ქვეყანა წყალსაც წაუღია. და რამდენად ლეგალურია ეს? იცით რა, ოფშორში ფულის შენახვა ავტომატურად დანაშაულს არ ნიშნავს, თუმცა ის ქმნის იდეალურ პირობებს, რომ დაფარო საკუთარი ვინაობა, ასევე ფულის წარმოშობა, მოკლედ დიდრებისთვის საკმაოდ ბევრი ბონუსია. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით შებებერო ვითომ ბანკირო, რომ პატიოსანი ხალხი ოფშორებში ფულს არ ინახავს, მაგრამ კარგი, დავიცვათ ეს ჩვენი ფიქტური პოლიტკორექტულობა. ეგ მეც ძალიან კარგად ვიცი, შენ ჯიბე გახვრეტილო, ნახევრად მილენიალო, ამიტომ დასვი კითხვა თუ რამე გაინტერესებს. ან წაიღე შენი გოჭი ყულაბა და მომწყდი თავიდან. მაგალითად, რა ბონუსებია? მაგალითად, ყველაზე ნაკლებად არალეგალურია, როდესაც საერთაშორისო კორპორაციები, რა ვიცი, Apple, Google ან Amazon-ი საკუთარ მოგებას გადაიტანენ ოფშორულ იურისდიქციაში, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ. არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ ზოგი ოფშორში ფულს იმიტომ ინახავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ყოფილ პარტნიორს არ გაუყოს. და ყველაზე მეტად არალეგალური რა არის? გადასახადებისგან თავის არიდება კორუფცია, ქრთამი, ქონების გადამალვა, როდესაც ლონდონში 50 მილიონიან შენობას ფლობ, მაგრამ დოკუმენტებში შენი სახელი არსად არ ფიგურირებს და მისი მფლობელი კომპანია მოჩვენება. კომპანია მოჩვენება? ხო, ანუ კომპანია, რომელიც თან არსებობს, თან არა. ანუ წარმოიდგინე, ქმნი კომპანიას ბარბადოსში, რომელსაც არ ყავს თანამშრომლები, არაფერს საქმეს არ აკეთებს და არაფერს არ აწარმოებს, მისი მიზანი უბრალოდ შენი ფულის შენახვაა. და კიდევ სად არის ესეთი საგადასახადო სამოთხეები? ყველაზე ცნობილი ოფშორებია პანამა, ბაჰამის კუნძულები, კაიმანის და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ასევე მარშალის კუნძულები და კიდევ არის რამდენიმე სხვა ოფშორის. დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი ინახება ოფშორებში, რაც ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის ნახევარია. და რატომ მაინც ეს ქვეყნები რა არის ამაში განსაკუთრებული? ის რომ ძალიან დაბალი გადასახადებია და არავინ კითხავს, საიდან მოიტანე შენი მილიონები, ხშირად მილიარდებიც კი, სულ რომ პაბლო ესკობარი იყო. ძალიან კარგი, მაწყობს ეს ყველაფერი. და ეხლა რა უნდა გავაკეთო? მაგრამ სანამ რაიმეს გავაკეთებ, თუ ამ ვიდეოს აქამდე უყურე, დაალაიქე, მოგწერე თუ კი რაიმე გაინტერესებს, რადგან ჩვენ მილიარდერებისგან განსხვავებით ფული ოფშორებში არ გვიდევს და შენი ერთი კლიკი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სპონსორი მოვიზიდოთ. ხო და ძალიან კარგი, რამდენიმე სქემა არსებობს. პირველი უკვე გითხარეს კომპანია მოჩვენება, რომელსაც არ თანამშრომლები ჰყავს და მისი მიზანი მხოლოდ შენი ფულის შენახვაა. და კიდევ რა სქემებია? კიდევ არის ეგრეთ წოდებული მატრიოშკას პრინციპი. ანუ პირობითად თბილისში შენდება სათამბჯენი, რომლის მფლობელიც არის შეპესე გოჭი თაუერი. ვინ ფლობს გოჭი თაუერს? კვიპროსული კომპანია. ვინ ფლობს კვიპროსულ კომპანიას? კომპანია ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე. ვინ ფლობს ამ კიდევ სხვა კომპანიას? რაღაც საიდუმლო ტრასტი, რომლის დირექტორის პანამელი იურისტია და შედეგად შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რეალურად ვინ დგას თბილისური ცათამბჯენის უკან. ზუსტად, არსებობს კიდევ ერთი სქემა, ნომინალური დირექტორი, როდესაც შენი კომპანიის დირექტორი, პანამელი, შეიძლება სხვა 10,000 კომპანიის დირექტორიც იყოს და ის აწერს ყველაფერზე ხელს,
რაც მფლობელს სურს. გასაგებია, რასაც მე ვუსმენ, ოფშორებში ფულის შენახვა სრულიად უსაფრთხოა. ვერავინ შეგეხება ჩემო კოჭუნა. დაგიცავ. თლად ასეც არა. ანუ ეს რა არის? ხომ გაგიგია არ არის დაფარული, რომ არ გაცხადეს. გამიგია კი. მოკლედ ეს არის Panama Papers 2016 წელს ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას მიაწოდეს 11.5 მილიონი დოკუმენტი პანამური ფირმისგან, ოფშორული კომპანიისგან, Mossack Fonseca-სგან, რომელმაც პრინციპში პირველად ამხილა ეს სქემა ოფშორების თუ ვინ ფლობდა ოფშორებში ქონებას და მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ზოგი სახელმწიფოს მეთაური, ძალიან ბევრი ადამიანი. ეს კი უფრო ახალია Pandora Papers-ი, რომელმაც 14 სხვადასხვა ოფშორული რეგისტრატორისგან 12 მილიონი დოკუმენტი გაასაჯაროვა და ამ ფურცლებში და ამ დოკუმენტებში მოხვდნენ იორდანიის მეფე ვლადიმერ პუტინი და მასთან დაკავშირებული ოლიგარქები მათ შორის და ძალიან ბევრი როგორც პოლიტიკოსი ასევე ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე. მოკლედ, ეს შენი ოფშორები ელიტების ფინანსური სამოთხე არის, რომელიც ეხმარება ფულის გაცხრებაში და დამალვაში. თვად ეგრეც არ არის. შესაძლებელია, რომ ოფშორები გამოიყენო აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობისთვის, მაგრამ ძირითადად მას როცა იყენებენ, თქვათ, ანონიმურობისთვის, ან შემოსავლების დასამალად, ან გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, ეს რა თქმა უნდა პრობლემა. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებს და მათ მიერ ნაშრომ ფულს, რომელსაც როგორც წესი ისინი ოფშორებშიც ინახავენ ხოლმე. ვა, პუტინი, პოროშენკო, რამდენი ნაცნობი სახეა. მოიცა, ესენი ქართველები არ არიან? აგერ ბიძინა ივანიშვილი, კეზერაშვილი და ეს ვინ არის? ეს არ მეცნობა. ხო, ეს არ გეცოდინე 2012-13 წლებში არჩილ კბილაშვილი იყო გენერალური პროკურორი და მანამდე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც იყო. პანამის დოკუმენტებში სხვათა შორის 85 სხვადასხვა რანგის ყოფილი პოლიტიკოსი, მოქმედი ბიზნესმენები, იურისტები მოხვდნენ დეივ ბლოსმა და ნინო ბაქრაძემ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აი ფაქტმა გამოაქვეყნა 85 ქართველის პირადი ნომრები და სიები, რომლებიც ამ პანამას დოკუმენტებში მოხვდნენ, ანუ ქართველების გარეშე ამ ამბავმაც არ ჩაიარა. თუმცა ბიზნესმენებიც არ მალავენ უკვე და ბიძინა ივანიშვილსაც უთქვამს, რომ გარკვეული გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მას ჰქონდა ოფშორული კომპანიები. ბიძინა ივანიშვილი მოხვდა Pandoras დოკუმენტებშიც, ამჯერად ერთ-ერთი ოფშორული კომპანია, რომელსაც სხვა 12 კომპანია ჰქონდა დაფუძნებული და მათ შორის ისინი ფლობდნენ აქტივებს საქართველოში, რომელიც რეალურად საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო. ой, მახსოვს რაღაცა ეგეთი საქართველოში კანონიც ხომ მიიღეს შარშან ოფშორებზე. კი, ოფშორების შესახებ კანონის სახელით ვიცნობთ, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე სხვათა შორის აი აგენტების კანონთან ერთად შემოიტანეს, მაშინ პოლიტიკური დაძაბულობა იყო და შეიძლება ითქვას რაღაცა შემოაპარესავით ეს კანონი, რომელიც საგადასახადო კოდექსში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებდა. და მოიცა რა გააკეთეს ამით? რეალურად ჩათვალე ეს კანონი საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად, ანუ ვიღაცას შეუძლია რომ ქონდეს ოფშორებში რაღაც აქტივები, ფული პირობითად, ან რა ვიცი, რაღაცა თვითმფრინავი ქონდეს ოფშორულ კომპანიაზე გაფორმებული და ისე გადმოიტანოს ეს ფული და ძვირფასი აქტივი საქართველოში, რომ არანაირი გადასახადი არ გადაიხადოს. ამის შესახებ მიიღეს სწორედ ეს ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ მე ქართულმა ოცნებამ დაძლია, რადგან ეს კანონი ითვალისწინებს 2030 წლამდე გათავისუფლებას ყველანაირი გადასახადისგან თუ ოფშორული ზონიდან საქართველოში გადმოგაქვს ფული. აუ, კარგი რა, ჩვენ კიდე 300 ლარზე მეტი ღირებულების ნიუც თუ გამოვიწერთ ონლაინ, ეგრევე დამატებითი გადასახადი გვემატება. სხვათა შორის გაქვთ ნანახი ჩვენი წინა ეპიზოდები და მოკლე ვიდეოები. თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ, ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინე, რომ ეს კანონი, როგორც გითხარი, ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას, რომ ფაქტობრივად უფასოდ
ერთი თეთრის გადახდის გარეშე გადმოიტანოს თავისი აქტივები ოფშორებიდან და მალევე ამ კანონის მიღებიდან 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ბეილიზიდან მაგალითად გარკვეული აქტივები გადმოაფორმეს და გადმოიტანეს საქართველოში, მათ საქართველოში ამისთვის გააფუძნეს კომპანია ტერა, ატო ჰოლდინგი და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანია, რომლებზეც გადმოაფორმეს ის აქტივები, რომელიც მანამდე ჰქონდათ ოფშორულ ზონებში და როგორც აღმოჩნდა ეს კანონი სწორედ ამ ერთი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. ასევე 2025 წლის დასაწყისში ამ კანონის საფუძველზე და საშუალებით თითქმის 9 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატები და ქანდაკებები შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ისე, რომ აი ეს 18% არის გადაუხდე, რაზეც ჩვენ საუბრობდი, ხო რა, 300 ლარზე მეტს თუ გამოვიწერ ჩვენ ვიხდით და მან 9 მილიარდის ქონება შემოიტანა და ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია ბიუჯეტში იმის გამო, რომ მის ვთქვათ პარტიას მიაღებინა ისეთი კანონი, რომელიც მისი ფინანსებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ფინანსების დასაზოგად და გადასახადებისგან თავის ასაკი. იცი რა მსმენია, რომ ოფშორები ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში. იმიტომ რომ შეხედე აქ ახლა ისეთი სახელებიც არის, რომლებიც დასანქცირებული ყავს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს. მითია ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა რაც დაიწყო სანქციების რეჟიმმა აჩვენა რომ ის ოფშორებშიც მიწვდება მათ შორის ოლიგარქების და დიქტატორების ქონებას. იგივე აი რომან აბრამოვის, ალიშერ უსმანოვს ქონდათ ოფშორებში გარკვეული ქონება, მაგრამ მათ იახტებიც კი დააყადაღეს, გაუყინეს შვეიცარიულ ბანკებში ანგარიშები, ანუ სერიოზული ზიანი მიადგათ მაინც ამ ადამიანებს და ის რომ ოფშორებმა შეიძლება დაგიცვან შენ სანქციებისგან ამიტომ არის მითი, იმიტომ რომ როდესაც ამერიკის ხაზინა და მისი ცალკეული დეპარტამენტი შენ გასანქცირებს, ის გიჩერებს $100 დოლარზე. რეალურად შენი აქტივები არის გაყინული. შეიძლება გქონდეს სადღაც ეს ფული, მაგრამ ამ ფულს ვერ გამოიყენებ, ვერსად ვერ გადარიცხავ, იმიტომ რომ ეს არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ან დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის მიერ. და საქართველოში შეიძლება რომ ამ კანონით ოფშორული ანგარიშები არ გაგეყინოს და თავი დაიზღვიო? არც ეს არის დამალული, თავად ივანიშვილი ამბობდა, რომ მას ჰქონდა დავა შვეიცარიულ ბანკთან და რომ პრობლემების შეუქმნეს მას თავის აქტივებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი როდესაც გასული წლის დეკემბერში დაასანქცირეს, ამერიკის ხაზინამ ჩაუდო პირობად, რომ სანამ სანქციების რეჟიმი იქნება, ის თავის სასამართლოთი მოგებულ ფულს, რომელიც შვეიცარიულ ბანკს მოუგო, იმასაც კი ვერ დაუბრუნებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოფშორებიდან აქტივი შეიძლება საქართველოში გადმოიტანოთ, აქ შეინახო ეს ფული, შესანახად კი ბატონო საქართველოს თავისი იურისდიქცია აქვს, რა თქმა უნდა, და ამ ფულს ესე ვერავინ ვერ შეეხება, მაგრამ შენ ამ ფულს ვერაფერში ვერ გამოიყენებ. გაგიყინება საბანკო ანგარიშები, დაგებლოკება, ასევე ვერ გადარიცხავ ვერსად შენ ამ ფულს, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაინც გაქცევ სანქციების რეჟიმში და ოფშორებში დატოვება ამ ფულის ან საქართველოში გადმოტანა ვერ აგარიდებს ამ ფინანსურ სანქციებს, რომელიც საკმაოდ სერიოზული დარტყმაა განსაკუთრებით დიდარი ადამიანებისთვის. იცი რა მაინტერესებს? ჩვენი მაყურებლების 70%-ს არხი არ აქვს გამოწერილი. არა და ყველა ეპიზოდს უყურებენ და შენი აზრით რატო ხდება ეს? მე გამბავი, მეც მაინტერესებს და მაგის გამოსწორება პრინციპში მარტივად შეიძლება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube, TikTok, Instagram გვერდები, თქვენთვის ეს ერთი დაწყაპუნება, ჩვენ კი ეს ძალიან დაგვეხმარება და უფრო დიდ мотиваციას მოგცემთ, რომ კიდევ ბევრი ასეთი ვიდეო გადავიღოთ. მოკლე ვიდეოებიც ნახეთ TikTok-ზე და Instagram-ზე. დაუჯერეთ ამას. ეს იყო ჩვენი მეხუთე ეპიზოდი. მოგწერეთ, რა კითხვები გაქვთ, რა თემები გაინტერესებთ, ეკონომიკური, ბიზნეს, ფინანსური თემები, რომ ჩვენ მათზე გადავიღოთ შემდეგი ეპიზოდი.